დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი დღეა, უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე. სიამაყის დღე იმ ადამიანებით, იმ ვაჟკაცებით, იმ ჯარისკაცებით და იმ თითოეული ადამიანით, რომელმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ზუსტად ასეთი ადამიანების სიმტკიცეზე, ზუსტად ასეთი ადამიანების თავდადებაზე საკუთარი სამშობლოსათვის დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება. 18 წელი გავიდა სასტიკი ომისთან, მაგრამ მაინც მტკივნეულია, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან ამაყები ვართ, რომ ყავს გმირი ძმა, დაიღუპა სამშობლოსთვის. 18 წელი გავიდა მართალია, მაგრამ მშობლისთვის 18 წელი კი არა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ძალიან ძიმეა, რაც უფრო წლები გადის, მით უფრო მშობლებისთვის ძიმეა ეს ამბავი. განსაკუთრებით ეს 8 რიცხვი, როდესაც საფლავებზე ამოვდივართ, ვიჭერს ძალიან მშობლებს ის გახსენება, რაც მოხდა 2008 წელს. კიდევ და კიდევ უფრო მეტად მძიმეა დღევანდელი დღე, ვიდრე მანამდე და არ ვიცი, მოვედი დღესაც რომ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს გერ ბიჭებს.